გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი და ეს არის ჩემი სამშენებლო ბლოგი. დღეს მინდა ვისაუბრო ამ შემთხვევაში ყველა იმ გაყვანილობაზე, რომელიც სახში დაგჭირდება ჩვენ. ესაა ელექტროგაყვანილობა, გაზის გაყვანილობა და ასევე ამ შემთხვევაში არის წყლის გაყვანილობა. წინა ერთ-ერთ ვიდეოში, მესამე ეპიზოდში ვისაუბრე, როგორ მყავდა კომუნიკაციების შემოყვანილი. მოდი დღეს ვისაუბროთ შიდა ელექტრობის კომუნიკაციებზე და ასევე იმ წინა საკითხს გადავწყვეტები და განახებთ ელექტროობა, გაზი და დენი წყალი როგორ არის ჩემთან სახში შემოსული. ხო და ახლა მივდივართ უკვე იმ ბოდსთან, სადაც მაქვს ყველა კომუნიკაცია მიყვანილი, მაგრამ ცხელა დღესაც, თუმცა რა სიზო. საქმე ამას მოითხოვს. ხო და მეგობრებო, აი ეს არის ჩემი, ესე ვთქვათ, მრიცხველების ბოძი. აი აქ მიწაში ხა თქვენ, აი აგერ მწვანეს, ფეხი სადაც მიდგას. ეს არის წყალი. ამ შემთხვევაში აი აქ რასაც ხედავთ, ეს არის ელექტროენერგია და ეს არის გაზი. ანუ ეს ყველაფერი აი ესე მიწით გაყოლებაზე ამოდის იქიდან. და ზუსტად აი ესე მიწაში როგორც ახლა აი აქ ხედავთ, აი ესე მიდის ჩემს ახლამდე. ახლა განახებთ სახში როგორ შედის. ხო და ცოტა მეყრილ-მოყრილი არის რაღაცები და არ შემჩნევთ, ეს არის გაზის მილი, რომელიც შედის. აი აქ ამ შემთხვევაში თეთრად არ ვიცი ჩანს თუ არა. აი აგერ ხედავთ, ეს არის წყალი, რომელიც შედის. ეს არის ამ შემთხვევაში გარეთ გამოყვანილი ელექტროენერგიის კაბელი, რომელიც უნდა დაერთდეს ამ შემთხვევაში ღობეზე განათებისთვის. და ზუსტად აი აქედან, აი ამ ადგილას, სადაც მიწა არის, ეხა ცოტა მეტი დაყრილი, შედის ელექტროენერგია. ეს არის კიდე ამ შემთხვევაში კაბელი დამიწებისთვის. ეს არის იდეალური წყობა, როგორ შეიძლება რომ თქვენ სახლში თქვენ ესე კომუნიკაციები შეიყვანოთ, ისე რომ სახლზე ზევიდან რაღაცა გაჭიმული, გამოჭიმული არაფერი არ იყოს. ესაა ყველაზე იდეალური მხარე და ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ეს სახლის დაგეგმარების დროს. და ახლა რატო არ უნდა დაგენანოთ თანხა ამ შემთხვევაში სახლის ინტერიერის დიზაინერზე, იმიტომ რომ თქვენ თუ იცით სამზარეულო სად გაქვთ, სად უნდა დააყენოთ ბაკი, სად უნდა გააკეთოთ გამწვავები ზუსტად აი ამისთვის. გაზი მხოლოდ ერთ წერტილში მიდის, აი აქ ხედავთ, აი აქ შემოდის გაზი. მე წერტილში მე გაზი არ მექნება. იმიტომ რომ ელექტროგაზი ქურა მექნება და ამ შემთხვევაში არ დამჭირდება მხოლოდ გათბობაზე. წყალი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აი აქ არის პირდაპირ შემოსული ელექტროენერგია, აი აქ შემოდის და აი აქ ბატონმა რეზომ უკვე მაღლა აიყვანა და აქედან ნაწილდება, აი აქ დადგება ფარი. აი აქედან უკვე ნაწილდება ყველა ოთახში. აი როგორც ხედავთ, ჩემი ელექტროგაყვანილობა ყველაფერი გადის ამ შემთხვევაში ჭერში. და პირდაპირ ჩამოშვება აი აგერ სიტყვაზე ვთქვათ, გამწვავისთვის იქნება თუ არ ვცდები ეს, ზეპირად არ მაქვს ყველა წერტილი ჩანიშნული მაქვს. ეს კიდე იქნება ჩამრთველი, აქაც ჩამრთველი. აი ეს ყველა ვარდნა ამ შემთხვევაში ჩამოსვლა იქნება აი ესეთი ვერტიკალური. ანუ ზევიდან ქვევით ჩამოდის აქ კაბელი, აი ზუსტად თუ შეხედავთ აი აგერ კუთხეში მიდის კაბელი და ვერტიკალურად ჩამოდის. რაც იმის ნიშანია, რომ სადაც არ უნდა დავარტყა აქ ლურსმანი აი ამ ვერტიკალური დაშვების გარდა, ყველგან შემილია და შეზღუდვა არანაირი არ მექნება. პლუს ამას მეგობრებო, ყველაზე კარგი ისაა, რომ კედლებზე არ დადის. სადაც გინდა, იქ ამ შემთხვევაში შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ბეტონი დატოვოთ როგორც ლოფტი, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დეკორაციული კაბელი შეიძინოთ და ძალიან ლამაზად დაგსელოთ. აქ ჩემთან ახლა გასაჭიმი ჭერი იქნება, შესაბამისად ეს ყველაფერი გასაჭიმი ჭერის ქვეშ მოხდება და არც გამოჩდება არაფერი. გადმოვინაცვლეთ შემდეგ ოთახში, აქაც იდენტურად, აი როგორც ხედავთ, აი ესე ყველაფერი ჭერიდან მოდის ვერტიკალურად დაბლა. ყველაფერი ესე ჩამოდის და არის ძალიან კომფორტული. კი, შეიძლება კაბელები ცუდოთ და უფრო მეტი დაждდეს, იქიდან გამომდინარე, რომ სიგრძე მეტი ექნება, მაგრამ თქვენი ელექტროობა იქნება ყოველთვის მოწესრიგებული და კარგ მდგომარეობაში.
და მე ახლა თქვენ წარმოგიდგინეთ მეგობრებო ის დაგეგმარება რომელიც მე ბატონო არეზომ გამიკეთა ძალიან კარგი და მშრომელი ადამიანია რომელიც თავის საქმის პროფესიონალია თუ დაგჭირდებათ მისი ნომერი შემიძლია მოგცეთ მაგრამ ბოლოს როგორც გამაფრთხილა სამი თვე არ მეცლებაო ნუ თუ ახლა მომავალში არ გაქვთ ელექტროობა დაგეგმილი და შემდეგ შემიძლია მისი ნომერი მოგაწოდოთ რა ხდება ახლა ასევე შევეხები დაგეგმარების საკითხს ნუ ზოგადი დაგეგმარება თუ გაკეთებულია ძალიან კარგი არის იმიტომ რომ იცით სამზარეულოსად გექნება და წერტილებს შეიყვანთ. თუმცა, თუ თქვენ კონკრეტულად იცით უკვე შიდა ინტერიერის დიზაინი გაქვთ გაკეთებული გაზის სადიდგმება, გაზგურა, მაცივარი, ყველა წერტილების გაყვანა, ანუ მარტივად რო ვთქვა, ძალიან მარტივი იქნება, იმიტომ რომ ეხლა მე წყალისადაც შემოვიყვანე, მანდ ვიცი რომ ზუსტად იქნება, ანუ ამ შემთხვევაში ონკანი, სადაც ჭურჭლის რეცხვა შეიძლება, თეფშის რეცხვა შეიძლება, ანუ სველი წერტილი მარტივად რო ვთქვა. გაზისადაც მიყო შემოყვანილი, მანდ ვიცი რომ ზუსტად იდგება ის ქვაბი, რომელიც შევიძინე, ნუ ცენტრალური გათბობის ქვაბზე მაქვს საუბარი და ზუსტად მანდ იდგება. აი ეს ძალიან დიდი პლუსი არის იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინასწარ დააგეგმარებთ, მე არ მოგიწევთ იქ რაღაც პატარა თხრების ტარება და კიდე დაგრძელება. არა, პირდაპირ შემოვიდა გარედან იმ წერტილას დადგა და მორჩა. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ახლა შემდეგი ინტერიერის დიზაინზე რაც უნდა გითხრათ. ინტერიერის დიზაინი დამიგეგმეს Fiverr-ზე ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, მაიკო წერედიანი იყო, რომელსაც თლიანი სახლის გამიკეთა და მე მყავდა ჩემი მეგობრები, ეგრეთ წოდებული ამ შემთხვევაში მეგობრის მეგობრები, მარტივად რო ვთქვათ ეგრეთ წოდებული, იმიტომ ავიხსენე, ისრაელიდან. ნუ იდეაში იცოდნენ რომ სახლს ვაშენებ და შემდეგ და ეს ქალბატონი, რომელმაც მე დიზაინი გამიკეთა, ანუ ამ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერი არის, ძალიან ცნობილი, ძალიან დიდი ხანი აკეთებს და შემდეგ და შემდეგ. რა იყო ახლა ყველაზე კურიოზული? ნუ სახლის მონაცემები ამ შემთხვევაში მოვედით და აზომა, ანუ თავისი ტური ქონდა, წარმოიდგინეთ. მომაყვანინა აქ თავი, აზომა, ყველაფერი დეტალებში, ყველაფერი დახაზა ფურცელზე, ისე წაიღო და წავიდა. ნუ რო წავიდა, წაიღო, დამიმზადა 3D დიზაინი, ანუ რენდერი, იდეალური ყველაფერი, მაგ რენდერის სურათები Instagram-ზეც მიდევს რა. და დავიწყეთ ახლა ამ რენდერის მიხედვით მე და ბატონმა რეზომ რაღაცების დაგეგმარება, განაწილება ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღეს რეზომ მეკითხება რომ გიგი და ცენტრალური გათბობის ისენი სად დგებაო რა რადიატორებიო და მეც ახლა რაღაც error 404 გავყარე იმიტომ რომ მაგას საერთოდ არ მქონდა ნაფიქრი რა და ახლა ყველაზე სასაცილო ნაწილი დიზაინშიც არისო რა და იმიტომაც არ მქონდა ნაფიქრი კი ანუ რადიატორის ადგილი ანუ გათბობის ადგილი ყველაფერი იყო მაგრამ თვითონ რადიატორების ადგილები არ იყო გათვლილი და რა ხდება ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ძვირფარს მეგობარს რომელიც ისრაელიდანაა და დიზაინი გამიკეთა სულ დამავიწყდა მე თქვა რომ ჩვენ აქ სახლში ზამთარში გათბობა გვჭირდება იქ არ ჭირდებათ გათბობა აქვთ ამ შემთხვევაში კონდიცირების სისტემა რომელიც გათბობადაც მუშაობს და შესაბამისად ინფორმაცია რო არ ქონდა სრული ეშენი რადიატორები დამრჩა ჰაერში ხო და ქვეყნების და კულტურული სხვაობების გათვალისწინება ისწავლეთ, იმიტომ რომ ჩემნაირად არ დარჩეთ და მე და ბატონმა რეზომ მოვიფიქრეთ უკვე სად რა რადიატორი დადგებოდა, სიმაღლე, სიგანე და ასე შემდეგ. ნუ რაღაც წერტილების გადაკეთებაც მოგვიწია ზუსტად მაგიტო, რომ სახლი არის კი 60 კვადრატი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მთაზე ვარ მაღლა, გათბობა ბევრად მეტი იქნება საჭირო და შესაბამისად რაღაცების სეკვესტრირება მოგვიწია იმ კუთხით, რომ დიზაინში ცვლილებები მოხდა. ზუსტად აი ეს კომუნიკაციების სწორად და სტრატეგიულად დაგეგმვა და შეცდომები რო არ მოგვივიდეს და ბევრი ხარჯი არ გქონდეს, ზუსტად მაგიტო გეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ და რატო. თქვენ შეიძლება ძალიან კარგი ელექტრიკოსი მოიყვანოთ, მაგრამ ელექტრიკოსი არ იყოს ინიციატივის მქონე, ანუ ინიციატივის მატარებელი ადამიანი. ეს რას ნიშნავს? მე საერთოდ არ მიფიქრია, რომ გარეთ ამ შემთხვევაში ღობეზე განათება დამჭირდებოდა, მაგრამ ლოგიკურად რო დაფიქრდე, კი, მომწონს ძალიან ლამაზად რო ანათებს ხოლმე, ყოველ მესამეზე ან მეხუთეზე, ეს ნატურებივით რომ არის ამოყვანილი. ეგ ძალიან მომეწონა, კარგი. ეხლა კამერები მიყენია, მაგრამ მაქვს გარეკაბელებით დაყენებული, ანუ ხო ხვდებით, როგორც მაქვს მიყვანილი და ბატონმა რეზომ მკითხა, რომ გარეთ კამერების დაყენება სხვა პირებო კი მეთქი. მე დენი საიდან უნდა მეიყვანო? აი, მაგაზე არც მეფიქრია და პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ აი ორი რაკურსი მაქვს არჩეული, რომელზეც პირდაპირ კაბელი გაიყვანა. პლუს მაგას შემოსასვლელში, ანუ კარის ზევით
პროექტში არ მაქვს რა, როგორც სანათი, არაფერი ისეთი ხო ხვდებით, მაგრამ რატომაც არა, ანუ იყოს ლამაზი და ანუ მანდაც მკითხა და გავიყვანეთ. აი ისეთი დეტალები, რომლებიც შეიძლება მე არც კი დამესიზმროს ამ შემთხვევაში, ელექტრიკოსი უნდა იყოს ინიციატორი, რომ ეს გინდა, ეს ხო არ დაგჭირდება, ეს ხო არ დაგჭირდება. ანუ კითხვის ფორმასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის არ იყო რომ ძალით მატენი და რაღაც არა, ის options მაძლევდა, ანუ ოფციას მაძლევდა. მე თუ მინდოდა ვიტყოდი კის და მე ვიტყოდა რომ აი ამას ესე გავიყვან, ამას ესე გავიყვან, აქ ესე გავიყვანოთ. ეგაა და ეგ. ზუსტად აი ამის გამო ვიძახი, რომ ყველაფერი არის ძალიან საჭირბოროტო საკითხი, რომელიც არის ძალიან წვრილმანი. ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს Instagram-ზე, თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ნახოთ, სადაც როგორ გავითვალისწინეთ და ასევე მინდა გითხრათ, რომ ეგრეთ წოდებული მთავარი ფარი, ეგრეთ წოდებული ჩამრთველების სისტემა სადაც დაყენდება. რა თქმა უნდა, რომ ოთახების გადანაწილებაში ყველაში ახლა სათითაო ავტომატზე ვერ გავაკეთებ, თუმცა იქნება ორი ოთახი, ორი აბაზანა, ორი საძინებელი არის და უბრალოდ ორი საძინებელი არის და ერთი აბაზანა, რომელშიც ამ შემთხვევაში შემიძლია ცალ-ცალკე ჩამრთველებზე დავსვა და დავსვა კიდეც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამზარეულო და ჩამრთველები დავსვა, ანუ ორი საძინებელი დავსვა ერთ ჩამრთველზე, ორი საძინებელი ერთ ჩამრთველზე, სამზარეულო ცალკე. და რატო გეტყვით ახლა? ღამერთმა არ იქნას და რაღაცა მოხდა და აი ეგრეთ წოდებული ზამეკანია მოხდა აქ. აქ რომ მოხდა, კაი, სამზარეულო გაითიშა, მაგრამ საძინებლები რატომ უნდა გაითიშოს? სიტყვაზე ვთქვათ, აი ბატონ რეზოს ურეკავდა, მეუბნება, რომ გიგი ორი დღე არ მცალია, მაშინ სხვა ელექტრიკი უნდა ვნახო, იმიტომ რომ ორი დღე სახლი დენის გარეშე თქვენ უსაფრთხოებას არ ურთხილდებით. სახლიდან როცა გადიხართ, მარტივად რო ვთქვათ, უნდა გქონდეთ ყველაზე ცოტა ერთი ცენტრალური საკეთი წყლისათვის, ბოდიშით, ერთი ცენტრალური საკეთი გაზისთვის და ერთი, რა თქმა უნდა, ცენტრალური გამომრთველი ელექტროენერგიისთვის. მაგრამ ეხლა ავიღოთ სიტუაცია. თქვენი სახლიც არაა ძალიან მიახლოებულ და დასახლებულ პუნქტთან ახლოს და რომც იყოს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სამწუხაროდ ისეთი დრო მოვიდა, რომ ხო ჩართულია მიკროფონი კი. ისეთი დრო მოვიდა, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და მაქსიმალურ დროში რას გულისხმობ? მაქსიმალურ დროში იმას გულისხმობ, რომ მაქსიმალურ დაცვაში იმას გულისხმობ, რომ ვიდეო კამერები მაინც ყოველთვის ჩართული უნდა იყოს და ერთი შუქი მაინც უნდა ენთოს სადღაც. ეხლა მე რო აქ თავარი ბოძიდან გავთიშო ელექტროენერგია და სახლი უსაფრთხოდ იყოს ხო? ანუ კამერებიც ხო გაითიშება, ლოგიკურია. შესაბამისად, ეს კამერები რაც მაქვს ამ შემთხვევაში მოყვანილი სახლში შიგნით, უნდა იყოს ცალკე ჩამრთველზე. და ცალკე ჩამრთველი ამ შემთხვევაში უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ თლიანი სახლი რო გაითიშება, ეს ამ შემთხვევაში იქნება მაინც ჩართული. მაგრამ ავიღოთ ესეთი სიტუაცია. ეხლა მაცივარს ზაფხულში არავინ არ ვცლით და არავინ არ ვთიშავთ, ანუ მაცივარი არის ისეთი რაღაცა, რასაც ვტოვებთ. და ძირითადად დამცველზე აყენია ხოლმე, თუ რაღაცა დენის მოვარდნა არიან, რაღაცა ხდება ამ შემთხვევაში, ავტომატი ამოაგდებს, მაგრამ ძირითადად მაცივარის უჩართულია. მე ვფიქრობ, რომ მაცივარი და კამერები და გარე განათება უნდა იჯდეს ერთ ავტომატზე, ან ამ შემთხვევაში შეიძლება ესე სეგმენტურად დაყოფა, რომ კონდიციონერი და მაცივარი ერთ ჩამრთველზე, ამას უკვე ელექტრიკოსი გეტყვით, რა როგორ ჯობია. მე ელექტრიკოსი არ ვარ და შესაბამისად რო არ შემეშალოს და კომენტარებში ესე ვთქვათ ძალიან ბევრი ნეგატივი არ წამოვიდეს, თავ შევიკავე, მაგრამ სიტყვაზე ვთქვათ, კამერები თუ დავსვით ცალკე ჩამრთველზე, იმ გარე განათებასთან ერთად იქნება idеალური თანწყობა, რას ნიშნავს ეს? სახლი გაითიშება მთლიანად ელექტროენერგიისგან, მაგრამ ჩვენს კამერას ექნება იმის საშუალება, რომ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად იოპერიროს და იმუშაოს. ეხლა ავიღოთ შემდეგი. კამერას რა ჭირდება? კამერას ჭირდება ამ შემთხვევაში სტაბილური უწყვეტი ინტერნეტი. თუ ინტერნეტს გავთიშავთ ეს კამერა, ამ შემთხვევაში თუ მიკროჩიპზე ჩაიწერს, ან ვინჩესტერი თუ აყენია სახში, იმაში, მაგრამ თქვენ აი დისტანციიდან საიდანღაც რო დაუკავშირდეთ, რო გადახედოთ პერიმეტრზე რა ხდება, ანუ ვიღაცას თხოვეთ მოსვლა და კარებს ვერ აღებს, ან რაღაც ვერ აკეთებს და გინდათ რომ შეხედოთ ერთი 5 წამი რას აკეთებს ეს ადამიანი თუნდაც თქვენ სახში, თქვენ ვერ გექნება წვდომა. ანუ ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ვალდებულება ის, რომ გარე განათება, კამერები და ინტერნეტის Wi-Fi რაუტერი უნდა იყოს ერთი და იგივე ჩამრთველზე, რომ დენი არ გაითიშოს. აი ესეთი დეტალები ამ შემთხვევაში უნდა იყოს ინიცირებული ელექტრიკოსის მხრიდან, იმიტომ რომ თუ თქვენ გამოცდილება არ გაქვთ წინასწარი და სულ მშენებლობა და რემონტი არ გქონიათ, რა თქმა უნდა, რომ თქვენ ეს არ დაგესიზმრებათ და ვერ დაგესიზმრებათ ამ შემთხვევაში. ზუსტად ამიტომ
ეს ადამიანი როცა მოვიდა ჩემთან და ამ შემთხვევაში აი ამდენი ოფცია მითხრა და აი ამდენი რაღაცა მითხრა, მივხვდი რომ ნამდვილად იყო თავის საქმის პროფესიონალი. პლუს ამას როცა შემომთავაზა ჭერში გაყვანილობა ცოტა ისე ალმაცერად ავიხედე ჭერში მეთქი რა უნდა გაყვანილობას, მაგრამ მე რო დავფიქრდი რა იყო ეხა პრობლემა 90-იანებში, ვისაც გახსოვთ უშუქობის პერიოდში ანუ ელექტროობა იყო ყველგან კედელში ჩაშენებული, მაგრამ ამ შემთხვევაში შუქი არ იყო და აზრი არ ქონდა, მაგრამ ცხოვრობდი ვარკეთილში, მე-15 კორპუსი ალბათ ყველამ იცის ვარკეთილში, იმიტომ რომ ელექტროქვესად გულის გვერდითაა და შავი კაბელები სადაც იყო გაჭიმული, ყველგან იყო ეგრეთ წოდებული ლევიდენი. ანუ ელექტროენერგია იყო სახში, მაგრამ ცენტრალურ დენზე ვერ დაერთებდი, შესაბამისად უნდა გაგეჭიმა ეს კაბელები და აი ზუსტად აი კედლებზე გასული კაბელები მახსოვს. ჩვენს ჰქონდა ეგრე ლევიდენი და პლუს მამაჩემს ჰქონდა მოტანილი ძველი დიდი მანქანის აკუმულატორი და მისი სატენი, როცა ელექტროენერგია მოდიოდა ვტენიდით და აი ესე კედელზე იყო 1 წერტილი, 2 წერტილი, 3 წერტილი, სულ 3 ნათურა იყო, აი ესეთი პატარა ბოდიში და ნაბიჯვარი ნათურები ასეც ქვია. ზუსტად აი ესეთი წყობა გამახსენდა, რომ ჯობია ჭერში იყოს, ლამაზად იყოს და ღმერთმა არქნას და რაღაცა დამჭირდეს წერტილის დამატება ან რაღაცა, ყოველთვის იქნება უფრო მარტივი. ამ შემთხვევაში აი ზუსტად ესეთი დეტალები უნდა გაითვალისწინოთ და რატო გეუბნებით, რომ ინტერიერის დიზაინში არ დაგენანოთ ფული. პირველ რიგში შეიძლება კი ძვირი ჩანდეს, თუმცა არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აკეთებენ ძალიან მისაღებ და კარგ ფასად და რა თქმა უნდა დამოკიდებული არის კვადრატულობაზე, თუმცა თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე ისინი შეგიქმნიან იმ დიზაინს, რასაც თქვენ ამ შემთხვევაში მოითხოვთ და რაც მოგწონთ. თავარი პრინციპიც ხო ესაა, რომ რაც თქვენ მოგწონთ, ის გაგიკეთოთ ამ ადამიანმა დიზაინში და ეს დიზაინი უნდა იყოს სრულიად რეალური. მე ახლა გეტყვით, სად ვწდებოდი ხოლმე. როცა დიზაინში ამ შემთხვევაში ვხედავდი, რომ ყველაფერი ლამაზად იყო და ასე შემდეგ იყო და ასე შემდეგ, ძალიან მომწონდა, არა, კარგია, მაგრამ რეალურად აღქმა სანტიმეტრაჟობის და იმ მოცულობის ამ სივრცეში ეს როგორ უნდა ჩაეტიოს და როგორ უნდა იყოს კარგი, ეგ არ მქონდა. აი ზუსტად ეგ იყო ხოლმე ყველაზე დიდი პრობლემა ყველა ადამიანის, რომ სურათში კარგად ჩანს, მაგრამ რეალურად ზომებში და ყველაფერში გაწერილი რო არის, იქ მერე სხვანაირად გამოდის. არაფერი არ გამოდის სხვანაირად, ზუსტად ისე გამოდის, უბრალოდ სურათი და ვიზუალიზაცია ამ ყველაფრის არის უფრო ლამაზი სახე. ამიტომ ისწავლეთ, რომ რენდერი არ ნიშნავს, რომ 100% ერთ-ერთში ამოვა. პირველ რიგში აიღეთ 90 სანტიმეტრი აი სიმაღლე, სადაც უნდა დადო გააკეთოთ სიტყვაზე ვთქვათ, რაფა კი არა და სამზარეულო ან მეტრაოცი, რავი, რამდენზეც აკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა. სარეცხი მანქანის სიმაღლე აიღეთ, ყველაფრის სიმაღლე აიღეთ, სიგანი აიღეთ და ნახავთ ამ შემთხვევაში ზომებში როგორ ჯდებით რა. იმიტომ რომ სურათი ძალიან გატყუებთ ხშირ შემთხვევაში, რაც მერე უკვე უკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული. და აქედან გამომდინარე, ელექტროობის დაგეგმვა იქნება უიდეალურესი და გეტყვით რატო. თუ ელექტროობა გექნება დაგეგმილი, წინასწარ გეცოდინებათ, რამდენი წერტილი დაგჭირდებათ. ნუ პირდაპირ გეტყვით, რომ 3D რენდერი და დიზაინი არის სხვა რაღაცა, ელექტროობის დაგეგმარება არის სხვა რაღაცა და აგიხსნით რატო. თუ ელექტროობას გიგეგმავთ ადამიანი, ყველა წერტილზე უნდა იფიქროს და ამ ყველა წერტილს გადის თქვენთან ერთად. ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ, რომ აიცი რა, თქვენ ეხა საძინებელში 2 ნათურიანი ჭაღი გინდათ, არა. გადის მთლიანად ხაზს ამ შემთხვევაში, თუ გინდათ რევერსული ამ შემთხვევაში შესასრულში ჩართეთ და რო დაწეკით, ეხა ხო აღარ ადგებით შესაქმნელად იქვე რო ჩააქროთ. არის ძალიან ბევრი დეტალი გასათვლელი. თუ კარგი ინიციატორი იქნება თქვენი ელექტრიკი, რომელიც ელექტრიკი არა, ელექტრო დაიცადე. ელექტრიკი რა, მარტივად რო ვთქვათ ელექტრიკი. გაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის ინჟინერი, თუ კარგი ინიციატორი იქნება ამ შემთხვევაში, თქვენ ძალიან ბევრ დეტალს კარგად გაითვალისწინებთ და სწორად გააკეთებთ თავიდანვე. თუ არ იქნება ინიციატორი ამ შემთხვევაში, თქვენ გექნებათ შეზღუდული შესაძლებლობები, რადგან უკვე გაკეთებულ რემონტზე იქ თქვენ ვეღარაფერს ვეღარ გადააკეთებთ, იმიტომ რომ ამ ყველაფრის თანხების გამოყოფა მოგიწევთ თავიდან და პლუს ამას კიდე აყრა და მისი თავიდან კეთება არის ცალკე ტკივილი. დღეისათვის მეგობრებო, ამ შემთხვევაში ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, არა, თუმცა
ხო, ასევე გამახსენდა კიდე ერთი საკითხი. თქვენ ძალიან შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ესეთი საკითხი, მაგრამ დამიწება არის ძალიან აუცილებელი და საჭირო რაღაცა მით უმეტეს კერძო სახლში და პლუს სხვა რო გამოვრიცხოთ რომ მე ხიდა ეცე სახლს, ნუ მაგ ყველაფერს და გაყვანილობას და ასე შემდეგ მარტივად რო ავიღოთ. თუ თქვენ მომავალში ფიქრობთ რომ ჰიბრიდი მანქანა უნდა იყიდოთ ან ელექტრომანქანა, ელექტროსადგური რომ დააყენოთ ესე ვთქვათ სატენი, ამ შემთხვევაში თქვენ ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ რომ გქონდეთ სახლში დამიწება. ყველაზე ცოტა აი ამისთვის მაინც დაფიქრდით ხოლმე და დამიწებაში იქ ზედმეტი 500 და 600 ლარის გადახდა. პირობით თანხებს ვიძახი, არ ვიძახი კონკრეტულ თანხებს, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც დამიწებას ასლარადაც აკეთებენ და არიან ადამიანები, რომლებიც 500 და 600 ლარს ითხოვენ, იმიტომ რომ აკეთებენ ისე როგორც უნდა გაკეთდეს და კაპიტალურად და იქ მიწაში ჩადიან მეტრაზე მეც და არა იქ 20 სანტიმეტრს და 15 სანტიმეტრს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და შესაბამისად უფრო დიდ ხანს იმუშავებს. დღეისთვის ეს არის, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გთხოვთ გამოიწერეთ და ლაიქეთ, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, რომ დამისვით კომენტარის სახით, სოციალური ქსელები ვარ Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. Instagram-ი არის ყველაზე ცოცხალი სოციალური ქსელი ჩემი კუთხით და Facebook-ი, იმიტომ რომ ერთი მეორეზე არის მიბმული, TikTok-ზე არც ისე ძალიან ვარ ჩართული, მაგრამ თუ რაიმე კითხვები გექნებათ, ძირითადად Instagram-ზე შეგიძლიათ დამისვათ ან YouTube-ზე ვეტატოვოთ კომენტარის სახით და მე ვეცდები მაქსიმალურად ამ შემთხვევაში დაგეხმაროთ ჩემი კომპეტენციის პარკლებში. თუ ხელოსნის ნომერი დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ხელოსნის ნომერსაც მოგცემთ. პლუს მაგას რისი თქმა მინდოდა კიდე. კი, კაბელები არ არის იაფი ამოვნება, მაგრამ კაბელების ხარჯზე ეკონომია არასოდეს არ გააკეთოთ. კაბელების ხარჯზე გაკეთებული ეკონომია არის თქვენი სახლის უსაფრთხოების ესე ვთქვათ შემარყეველი და რატო ეგეც კარგად ხვდებით, თუ თხელი გარეკანი აქ შეიძლება დატვირთვაზე გახურდეს და უბრალოდ ცეცხლი გაუჩნდეს, ან უბრალოდ დაიწვას და ნახევარსახლში ელექტროენერგია არ გქონდეთ, ამ შემთხვევაში პრობლემა შეიქმნას და ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არის, როგორც გითხარით, ჭერში დაგეგმვა, თუ სადმე რამე წვეტა არის და გაფუჭებული არის, ყველაფერი არის ჭერში. თუ ჩამოხსნით ჭერს, არ დაგჭირდებათ კედლების თხრა და იქ რაღაც ზედმეტი რაღაცების კეთება, იმისთვის რომ პრობლემა მოაგვაროთ. სულ ეს იყო მეგობრებო დღეისათვის, მადლობა ყურადღებისთვის და აბა თქვენიცით გისურვებთ წარმატებას.